მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ახლა სოფელ კვირიკეში ვართ ეს სოფელი ქობულეთშია და ეს არის სოფელი საიდანაც არის იგივე გიორგი ჭყონია რომელიც ქართული ოცნების კანდიდატია ქობულეთში და ამ სოფელში ამ დრომდე წლების განმავლობაში აწუხებთ სასმელი წყლის პრობლემა როგორც ახლა ჩვენ აქ ცხოვრება მოსახლეობამ ადამიანებმა გვითხრეს მოდი გავისაუბროთ მათ რამდენი ხანი რაც აწუხებთ ეს პრობლემა და რატო ვერ გვარდება მათი შთაბეჭდილება როგორია. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, რომ მოგვიყვეთ, რამდენი ხანია რაც გაქვთ სასმელი წყლის პრობლემა და რატო ვერ გვარდება ეს პრობლემა? 30 წელია სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს. 30 წელი. ვითხარი მე და რაც კომუნისტები წერდნენ, დეიშალა მას მერე წყალი არ გვაქვს ჩვენ დასალევი წყალი. რამდენი საათით მოდის ახლა წყალი თქვენთან? მოდის უშვებს ახლა საათნახევარია თუ 2 საათი ერთში დღეში. დღეში ერთხელ მოდის? ისიც გამოუშვებს ბაკეტში და ავავსოთ რომ მე ვისარგებლოთ ჩვენ. რამდენი ხნით მოდის ეს წყალი როცა მოდის? 1 საათით 2 საათით? 2 საათია, 2 საათი. 2 საათი სად არის? საათი საათნახევარი მეტი. ასწრებთ ავზების შევსებას ამ დროს? ზოგი ავსო ზოგი ივერა. მაგ ერთხელზე დავაა საერთოდ. მაგრამ ეს წყალი რომელიც ასევე მოდის თქვენთან სასმელად უვარგისია ხო როგორც გავიგე? მაშინები ფუჭდება აგერა ერთი აქ მაგ სარეცხი მაგენა გაფუჭებული ერთი ახალად ავარგი 300 ლარი გედივხდი მაგაში აჰა ამას ჩავატანდი გედივხდი ანუ თქვენ პირადად გაგიფუჭდათ სარეცხი მანქანა რახან ეს წყალი გამოიყენეთ და სასმელად არ იყენებთ ამ წყალს ხო? არავინ არ იყენებს სოფელში? არა საერთოდ და მთლიანად სოფელი ამ დღეშია ხო? ხო ეს ზედა ბინები, კორპუსები რა. ეს არის ქვედა კვირიკე. ხო, ქვედა კვირიკე. მეურნეობის დასახლება. მეურნეობის დასახლება. რამდენი ოჯახი ცხოვრობს აქ და რამდენს აქვს წყლის პრობლემა? და დაბლაბინებშიც მოყვანილი ყავან იქ ბაკი უდვიან 25 ტონიანი და მაგე ყოფნიან მაიწყალი დაბლა. ხო. აქ ჩვენთან არის ზედა მხარეზე წყლის პრობლემა. აქთან ერთ სახლში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, ხო? და ყველგან ეს იგივე პრობლემა. რამდენი მოგისმენთ ახლა დაპირება ხელისუფლებიდან რომ მოგვარდებოდა წყლის პრობლემა? ყოველ არჩევნებზე გვირდებიან და იქნება წყალი. რა ვიცი ივანიშვილი რომ მოდიო და გვიხარიო და ფულიანი კაცი მოდის და გვეხმარება ყველაფერიო უფასო იქნება ფული უფასო კი არა ნაბარო თაკეთ წყალი გაგვაძლეს ანუ ყველა არჩევნების წინ გვირდებიან რომ მოგვარდება ეს პრობლემა მაგრამ არ გვარდება ხო რამ შეუშალა ხელი თქვენ დაკვირვებით ან მათგან რა პასუხები მოგისმენიათ რა ვიცი ნაციონალებიც იყვნენ პირდებოდნენ არ იქნა ოცნება მოვდა პირდებიან უფრო იქნებაო ესეც არ იქნა და ახლა ვნახოთ ვინ მოვა ისეთი რომ ამ დასახლებაში იყო მოსული როგორც ვიცი ასევე გიორგი ჭყონია ხო რომელიც ქართული ოცნების კანდიდატია ქობულეთში მე არ დიახ თქვენ გითხარით ამის შესახებ თუ დაუსვით ეს შეკითხვა წყალთან დაკავშირებით გია ჭყონიამ დღემდე არ იცოდა თუ წყლის პრობლემა იყო კვირიკის მეურნეობაში ხო და პირობა მოგცა დადო პირობა რომ გააკეთებს და მე დარწმუნებული ვარ რომ გააკეთებს ანუ გჯერათ რომ არ იცოდა ჯერა მე პირადად მე ჯერა რომ არ იცოდა იმიტომ რომ სადაც გიორგი საუბრიდან გამომდინარე მე გავიგე მივხვდი რომ არ იცოდა მან მართლა არ იცოდა სადაც გიორგი ჭყონია ცხოვრობს იმ დასახლებაშიც პრობლემაა წყალი როგორც ვიცი და ახლა კეთდება წყალი ახლა კეთდება ანუ ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული პრობლემა მაგრამ ის იმ დასახლებაში კეთდება ეხლა და თქვენთან ჯერ კიდევ არ არის ეს წყალი და არ დაწყებულა სამუშაოები მე არ ვიცოდიო ამოსული იყო აქ ხშირად სტუმრობს მოდის ნახულობს და პირობა დადო რომ გავაკეთებ აუცილებლად და მე მჯერა რომ გააკეთებს ჯერათ რომ გააკეთებს გააკეთებს კარგია და მე არ ვიყავ მაშინ გია რომ თქვენ ჯერათ რომ გააკეთება ამ ჯერთა შესრულდება დაპირება რა ვიცი არჩევნებამდე თუ მოასწრეს გაკეთდება მას მერე ყველი ამბავი საიდან მოგაქვთ ახლა ეს სასმელი წყალი რაც თქვენ გჭირდებათ ვერ ხედავ გეარა წაყვა იგერე ჭახრაკიდან და ალეიტანოს და მე შინაარომ ყავს MTS-დან მომაკ ქალაქიდან მომაკ ბოთლები წიდავ ანუ ქალაქში ჩადიხართ რომ წამოიღოთ იქიდან სასმელი წყალი ხო თქვენც ასევე თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ ქალბატონებო დიდი მადლობა თქვენ
აი თქვა იგივე მითხრეს რომ სარეცხი მანქანისთვისაც არის გამოუსადეგარი და აფუჭებს სარეცხ მანქანას, ხო? თქვენც გქონიათ გავსი გამოცდილება, თქვა რომ არის პრობლემა. ძალიან ცუდი წყალია მეთქე ხო? ხო. ცუდი წყალია. მე ახლა საჭმელში არ მაქვს, მაგრამ ხელი ხოვრეთ ხავს სარეცხს და ხო. მაგრამ ძალიან ცუდი წყალია. ანუ თქვენ სასმელად ვერ იყენებთ, ხო? რა სისულელეა. და იქედან ვიდავ ჭახრაგიდან ხარ. ქალაქი მიცხვას მაშინ ხან ქალაქიდან მოგვაქვს, ხან ჭახრაგიდან მოგვაქვს და ასე ვწვალობ წყალის გამ. დაბლატელებში საცივია და იქიდან ვზიდავ. რამდენიმე წელია 47 წელი აქ ცხოვრობ, აღნები აქ დაბადებული აქ გაძილები არიან და არის წყალის პრობლემა, ერთი და იგივე მოა კაცი გავაკეთებ, ერთი და იგივე არაფერი. რა პასუხი მოგისმენიათ ახლა ხელისუფლებიდან, რატომ ვერ მოაგვარეს ეს თქვენი პრობლემა? ისინი ხო ხელბად ამაში იღებენ რომ მოაგვარონ თქვენი პრობლემები. ამიტომ დავიქირავთ ხო ჩვენ ხელისუფლება. გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი პრობლემა არის წყალი, წყალი რო ძიმე მდგომარეობაში. რამდენჯერ მოგისმენიათ ახლა დაპირება ხელისუფლებისგან რომ მოაგვარებენ ამ პრობლემას და გექნებოდა წყალი? წინ არჩევნებზე დაგბირ. მაგრამ შესრულება არასდროს არა. დაპირება საზრი ეხლა თუ გჯერათ რომ შესრულდება ეს დაპირება ამ წინას არჩევნებს რასაც დაგბირდნენ. თუ არჩევნებამდე შესრულდა თუ არა და იქნება ერთი და იგი. შეხვდით თქვა იგივე გიორგი ჭყონიას რომელიც ამ სოფლის მკვიდრია და იყო ამ სოფელში მოსული შეხვედრაზე როგორც ვიცი. დედი ბავშვი 53 წლის ბავშვი და მაგის თავი დღესაც არნა. ეს არის რომ წყალი ქონდნენ ჩვენ მომავლეთ აგერ ჩვენ შვილებს ქონდნენ. მე ისეთი გამწარებული ვარ რომ არც წყალი მაინტერესებს არაფერი ამ ქვეყანაზე. იმან მიწაში უნდა დალპეს და ჩვენი მომავლები უწყლო არიან. მომავლები არიან უწყლო, ესენი აჩვილი. მადლობა. თქვენ თუ მოგისმენიათ. პირველ რიგში ამ მეურნეობაში პრობლემა. ყველაი მეორე ამას კეთებს. ყველაი მეორე. უწყლო. მადლობა. თქვენ თუ მიიღეთ პასუხები გიორგი ჭყონიასგან ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლისგან, რამ შეუშალათ მათ ხელი იმაში, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო ამდენი წლის განმავლობაში? ამდენი წლის განმავლობაში პირდებიან გაკეთებას იქნება გავაკეთებო. იგივე, მაგრამ ეს ჭყონიამ გითხრა ახლა რომ აუცილებლად შეგისრულებთ ამ პრობლემასო და თქვენც იყავით ამ შეხვედრაზე? სადაც იყო გიორგი ჭყონია, ხო, ქართული ოცნების კანდიდატი ქობულეთში. გიორგი გააკეთა ეს გზაც აქ, გზა არ იყო. მაგამ გააკეთა გზა. და წყლის ამბავი საერთოდ აიცოდა რომ მეურნეობაში არ იყო წყალი. არა, ამ სოფელში ყველას აქვს წყლის პრობლემა და როგორ გჯერათ რომ არ იცოდა ამის შესახებ გიორგი ჭყონია? ჯერა ახლა არ იცოდა, ნამდვილად არ იცოდა. პირველად დადო მაგამ პირობა რომ მე ნორნოვაი წყალს გავაკეთებო. მე მგონი ჯაბანანიძე. მე ვარ ჯაბანანი. დიახ, კისა. სულაბე კრიტიკული ხარ ამბავია. ხო და ის რომ გიორგი ჭყონია არის და ვინც ხამ გამოგზავნა ეს ხალხი დასაძახებლადაც წავიდა ეგე. ანუ გამოგზავნილში რას გულისხმობთ? რომ კითხების დასმა და პრობლემაზე საუბარი? ამდენი წელია ხართ და ეხლა გაიგეთ რომ მეურნეობაში წყალი არ არის. ჩვენ- არის და გაჭირებული ხალხს დაეხმაროთ ყველა ჯერ შიერები რომ ჩვენ წინა წლებშიც ვაშუქებდით ამ პრობლემას, არაერთხელ გავაშუქეთ ეს პრობლემა. და და ამჯერად წყალი არ არის. და ამჯერად გვაინტერესებდა ის რომ ეს პრობლემა არ მოგვარდა ამდენჯერ არ შესრულდა დაპირება? კითხულობთ ახლა რადგან დეპუტატების კანდიდატი არის მაგიტომ? კი, გიორგი რატომაც არა, გიორგი ჭყონია ამ სოფლის მკვიდრია. მაგამ გააკეთა დაკვირდა წყალი და ვიცით რომ გააკეთეს. არა, გზა გაკეთა ბიუჯეტის აქედან ერთი და ორმა ადამიანმა ბოლომდე ჩადით და ნახეთ როგორ გზა გააკეთა. გზა გაკეთა ბიუჯეტის ფულით. ეს არ გავკეთებია გიორგი ჭყონიას. ამაში დაიხარჯა ხალხის ფული. ასე რომ თქვენ თუ ეს ინფორმაცია გიორგი ჭყონიამ გააკეთა. ჩვენი ფული მიდის იქ. აი თქვენ რა შეგიძლიათ უთხრათ იგივე თქვენს მეზობლებს? იმიტომ რომ გზა არ მართალია, მაგრამ გზა აკეთდა ხალხის ფულით. ეს არის ჩვენი ფული, ყველას ერთად აღებული ფული. ფული აპა ჯიპიდან ამეიღო და გიკეთა. ხო, რა არის ხა საჭირო იმისთვის რომ შესრულდეს ეს დაპირება თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს? რა ვიცი რა არის. რა არის საჭირო რომ გაკეთდეს წყალი ხალხი თანადგომა არის. მაგრამ აი ასეთი ხალხი რომ არ არიან აქ, ამიტომ ახერხდება რამის გაკეთება. ყველგან ყველაფერი კეთდება. აი ზუსტად ასეთი ხალხი ვინც გამოგიძახა და რაღაცა სულელებზე რომ რეკავენ. არა, გამოგიძახათ რას ნიშნავს? ჩვენ გავიგეთ რომ სოფელს აქვს პრობლემა. ეს არ არის ამ სოფელში. ვინ არის უკმაყოფილო? ვინ? რამე უკმაყოფილო ვინ არის? ანუ სასმელი წყალი რომ არ გაქვთ, კმაყოფილი ხართ?
არა ლაივში ვართ ეხლა და მაშინ მე ველაპარაკებ მოქალაქეებს. ვინ არის უკმაყოფილო? კარგი? კინეგზე სადგური? ნახვამდის. თქვენ ვიბრძანებით რომ გაგვეცნოთ. ვიმბრძანდები? დიახ. და სოფლის ცხოვრები. ხო და არა რომ მოუწოდებთ ასე ადამიანებს რომ და უკმაყოფილობა რას ნიშნავს ადამიანს? ყველა მთავრობას ანუ ის რომ სასმელი წყალი არ გაქვთ თქვენ ყვაყოფილი ხართ? ანუ მაცალეთ ახო ანუ ესე იგი ყველა მთავრობას და ყველა ქვეყანაში არის პატარა სირთულები და ანუ ეს სირთულები სააშკაროდ უნდა სიგლახისკენ გამავიყენოთ და არა უკეთესობისკენ? სიგლახე რა არის წყალი არ არისო. არ არის წყალი და მოიცა მაგას მე არ ვარ ჯერ ერთი ეს არის ვაფშე საერთოდ დამოუკიდებელი კერძო დაფინანსებით მოსული ვინც არის პიროვნება. ამას მე გიხსნიაგებ ვინც არის. ეს არის ასე სახელმწიფო შენი. მე ვარ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე ბათუმელებიდან. ჟურნალისტი აბჯოდი. კერძო პირადი ჟურნალისტია ეს. არ არის მთავრობის არც ეს საზოგადოებრივ ტელევიზიაში ეს კაცი არ მუშაობს კიდე გეუბნებით. რომ იცოდეთ ისე პროსტო არც ეს საზოგადოებრივ მაუწყებლობაში არ მუშაობს. დამოუკიდებელი აქამდე არ მოსულა. პირადი დაქირავებული ჟურნალისტი. არავის დაქირავებული არ თქვენ არასწორი ინფორმაციას ახავრცელებთ. კარგი, თქვენ რა შეგიძლიათ თქვა ბოლოს გაქვთ ამჯერად ამერი წელი რაიმე საუბრებით თქვენ თქვა გიგო ქობულეთის მერთან ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან მათგან რა პასუხები მიიღეთ თქვა რა იყო თუ რა ახსნილი პასუხებით რამ შეუშალა ხელი რა ამ პრობლემის მოგვარებას იყო თუ რამე პასუხი ან წერილობით ან ზეპირად განმარტებული რაიმე თქვენთვის არ ვიყავ აქ არ მიგიღეთ პასუხი ეხლა ხო უნდა გაიგეთ ხო პირობა დადო გიაწონიან გავაკეთებო ეხლა ამას რო თქვენ გააშუქებ შეიძლება აღარ გაგვიკეთოთ. რა თქმა უნდა. აი ადამიანების ბრალი იქნება სუსტად, ვინც დაგირეკენ და გამოგიძახენ. ჩვენ სულელები არ ვართ. ხო რა ჩვენ ესე იგი თქვენ გვიშლით ხელს. ანუ ჟურნალისტი გიშლით ხელს რაიში რომ გაშუქდეს თქვენი პრობლემა? იმავე ეხლა მოდი. კაცმა პირობა 2 დღე დადო. ანუ ჩვენ ადრეც გაგვიშუქებია ამავე სოფლის პრობლემა, როცა თქვენ გქონდათ სასმელი წყლის პრობლემა. გიშუქებია სახურავი რომ ადრე ამ ხელაბინა სად იყავით მაშინ? თქვენ როცა გვაწვით ინფორმაციას და სახურავი რომ ადრე მაშინ სად იყავით ამდენი გაჭირებული. ყოველთვის ჭამის ფული რომ არა სად იყავით აქამდე ანუ რატო გვეჭხუბებით გაუგებარი იმიტომ რომ არ გეჭხუბებით უბრალოდ ვიცით რომ დარეკილი არის და ამოხვედით და ახლა რადგან პიკზე მივიდა საქმე და ჭყონი ამ უნდა გააკეთოთ ანუ ხელს გვიშლით დაგე ის რომ წყალი უნდა ესეც გადაიღე რომ თქვენი ბრალი იქნება წყალი რომ არ მეურნება ერთი წუთი თქვენ გაგვიკეთეთ მე დღეს მოვიკითხე წყლის ალიანსში კეთდება თუ არა თქვენ სოფელში წყალი მითხრეს რომ ეს არ კეთდება ანუ დაგეგმილი არ არის გასაგებული იყო აქ ბინა სახურავი რომ აზრდა და სასწაულ დღეში იყო ბინებს სად იყავით ჟურნალისტები რუსთავი ჟურნალისტები ვარსებოთ იმის რომ გავაშუქოთ პრობლემები და მოვუყვეთ პრობლემების შესახებ შენ როგორც ვინ მოიკითხე ჩვენი სოფლის ამბავს როგორც ვინ მეიკითხე შენ როგორ ვინ მოვიკითხე ხო როგორც სოფელზე არ ჩვენზე გული ხტკივა როგორც ისე დაინტერესებული პირი გაიგე საიდან გაიგე ინფორმაცია შენ მოგეწონა რომ ჩვენ სოფელში არის სირთულე ჟურნალისტები არსებობენ სოფელში იმისთვის რომ გააშუქონ პრობლემები არა ლაივში ვართ ეხლა და უხერხულია უბრალოდ მაყურებლისთვის ასეთი გარჩევები გამოძახება 25 წელს ვერ გამოვიძახებდი მადლობა დაგიბრუნდებით მადლობა დიდი მადლობა ესეთი იყო მოკეთ ნაწილი მოქალაქეების რეაქცია მათ ფაქტებად სასმელი წყალი არ აქვთ შეგვიძლია გავისაუბროთ სხვა მოქალაქეებსაც, რომლებიც აქვე ცხოვრობენ. მათ როგორც ჩანს, აქვთ მოდინი, რომ გაკეთდება წყალი ამდენი წლის დაპირების შემდეგ. თუმცა ჩვენ დღესაც მოვიკითხეთ წყლის ალიანსში, გაკეთდება თუ არა ამ სოფელში წყალი და გვითხრეს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის. ეს კიდევ ერთი კორპუსია, რომელიც ასევე წყლის გარეშეა. თქვენ ცხოვრობთ ამ კორპუსში. საერთოდ ვიცი მაგ ვახო ამ ბაკეთს ქოდაკითხეს ცოტა კიდე მაინც არის ხო აი ხო შესრულდება დაპირებაო თქვენი მეზობლები გვეუბნებიან თქვენ რა მოდინი გაქვთ ამ საარჩევნების შემდეგ მაგას უყურებთ მეიყვანებენ მადლობა მეიყვანებენ კიდე მადლობა კაცო პირდა ჭყონიან წყალს მოგიყვანთ გჯეროთ რომ შესრულდება ეს დაპირება რამდენი საათით მოდის ახლა წყალი თქვენ სოფელში? საათი არ მოდის. ვიგდა, ბაკები გვაქვს გაკეთებული. ანუ მარტო დილით მოდის. დილით. ხო, საღამოს და დილით ვავსებთ, ახლა დილით ვავსებთ მარტო. ხო და დილით რომ ავავსებ, ზეგედილამდე წყალი მეყოფა არ მეყოფა. აგი ამ პერწვალებაში ვარ ჩვენ. ხო.
მადლობა. დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. თქვენც მადლობა რომ ასე გაგვირჩიეთ საქმე და გვიღებთ ასე ვიდეოს როგორც ხდებით. დიდი მადლობა ეს ბათუმელების პირდაპირ იყო, ეს იყო სოფელი ქვედა კვირიკე, სადაც ადამიანებს არ აქვთ სასმელი წყალი ამ დრომდე. და წლების განმავლობაში ისინი ისმენენ დაპირება სხვადასხვა ხელისუფლებისგან, რომ ეკნებათ წყალი, მაგრამ ეს დაპირება ამ დრომდე არ სრულდება. მადლობა თქვენ რომ გვიყურეთ. ჩვენ ეს იყო ბათუმელების პირდაპირ ეთერი. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.